გამარჯობა. მოზარდებს განათლება, მშობლებს დასაქმება და ხანში შესულ ადამიანებს დაფასება ამ დევიზით დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა წინა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს. პარტიის ყრილობა ამ წუთებში ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმებზე საუბრობენ. მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ? ირაკლი, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო კამპანიის პირველი დღე უკვე დაწყებულია. ამ წუთებში პარტიის ყველა ლიდერი იმყოფება ქუთაისის სპორტის სასახლეში და ისინი მათ აქტივისტებთან და მამრჩევლებთან საუბრობენ იმ სამოქმედო გეგმაზე და პრიორიტეტებზე, რომელიც პარტიას აქვს. რაც შეეხება აქტივისტებს, კი ისინი სულ რამდენიმე წუთის წინ შემოვიდნენ ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კოლონას მოყვებოდნენ ასევე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერები და ერთ-ერთ ავტობუსს მართავდა თვითონ გიორგი თარგამაძე და როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში პარტიის ყველა ლიდერი იმყოფება სპორტის სასახლეში და ისინი აქტივისტებს და ამომრჩევლებს ესაუბრებიან თავიანთ სამოქმედო გეგმაზე. ქუთაისში ქრისტიან-დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მყარ ბურჯში ჩვენი შეკრება არის პირველი მნიშვნელოვანი საარჩევნო განაცხადი მთელი საქართველოსთვის, რომ ქრისტიან-დემოკრატია ძლიერდება, იზრდება, სულ უფრო მეტი და მეტი მხარდამჭერი ემატება და ეს არის სწორედ გარანტია იმისა, რომ საქართველო მთლიანობაში მოახერხებს თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზით სვლას. დღეს როცა ვხსით ამ კამპანიას, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ამომრჩევლებს, მთელს ქვეყანას, რომ ჩვენ გვინდა ისეთ საქართველო, ერთიანი საქართველო, რომელიც ყველა თაობისთვის იქნება, როდესაც განათლება იქნება ჩვენი შვილებისთვის, როცა დასაქმება იქნება მათი მშობლებისთვის და როცა დაფასება იქნება პენსიონერებისთვის, ხანდაზმული ადამიანებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივახციოთ. ჩვენს ამომრჩევლებს კი დღეს შევთავაზებთ იმ პროგრამას, რომელიც იქნება შემდეგ ჩვენი სამოქმედო პროგრამა. ეს უნდა იყოს ისეთი საქართველო, სადაც ივლიან განათლებული ბავშვები, მათი დასაქმებული მშობლები და დაფასებული მოხუცები. სპორტის სასახლიდან უკვე აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ ლიდერები გადაინაცვლებენ ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც გაიმართება შეხვედრა ისევ აქტივისტებთან. ამის შემდეგ უკვე მსვლელობით პარტიის ლიდერები წავლენ ხარების ტაძარში და სწორედ ხარების ტაძარში დასრულდება დღევანდელი საარჩევნო კამპანიის პირველი დღე. დიდი მადლობა მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობდა